ლატვია ულამაზესი ქვეყანა, უმშვენიერესი ბუნება, ბალტიის ზღვით გარემოცული ქვიშიანი სანაპირო, დიდარი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა, საქვეყნო ცნობილი ქარვა, უძველესი ციხე-კოშკები, უგემრიელესი სამზარეულო. დღეს ევროპა ლატვის ერთ-ერთი სინონიმია, ხოლო 2014 წელს რიგა ევროპის კულტურულ დედაქალაქად დასახელდა. აღმოაჩინე ლატვია, ნინი ხუგაშვილთან ერთად. გამარჯობა, თქვენ უსმენთ რადიო იმედს, მე ნინი ხუგაშვილი ვარ და ლატვიის ინვესტიციისა და განვითარების სააგენტოს, ლატვიის რესპუბლიკის ელჩოსა და ევროპის რეგიონალური განვითარების ფონდის ეგიდით წარმოგიდგენთ პროექტს აღმოაჩინე ლატვია. დღეს დაიწყო და 10 დეკემბრამდე გაგრძელდება საქართველოში ლატვიის დღეების სახელწოდებით აღმოაჩინე ლატვია. პროექტის წარმართვის ძირითადი მიზანია ლატვია-საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება ბიზნეს, ეკონომიკურ, ტურისტულ და კულტურულ საგანმანათლებლო დარგში. პროექტის შესახებ საუბრობთ რადიო იმედი ლატვიის ინვესტირებისა და განვითარების სააგენტოს წარმომადგენელს იადვიგა ნეიმას დაუკავშირდა. მოგესალმებით ქალბატონო იადვიგა, ლატვიის დღეები საქართველოში სახელწოდებით აღმოაჩინე ლატვია სწორედ დღეიდან იწყება და გასტანს 10 დეკემბრამდე. რატომ გადაწყვიტეთ ამ ტიპის ღონისძიების ჩატარება ჩვენს ქვეყანაში? რატომ არის ის მნიშვნელოვანი ორი ქვეყნის ურთიერთობებისთვის და რა ძირითად მიზანს ემსახურება? დღეს იწყება ლატვიის დღეები საქართველოში სახელწოდებით აღმოაჩინე ლატვია. ჩვენ ასეთი პროექტი არაერთ ქვეყანაში გვაქვს განხორციელებული და ამჯერად საქართველოში ჩამოსვლა გადავწყვიტეთ. ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბევრი რამ არ ვიცით ერთმანეთის შესახებ, როგორ ვცხოვრობთ, დღეს რა მოგწონს, რითი ვინტერესდებით, ამიტომ გსურს, რომ უკეთ გაგვიცნოს ქართველმა ხალხმა. რა მიმართულებით აპირებთ ლატვიის წარმოჩენას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის? რა არის ის ძირითადი პრიორიტეტები და რა ღონისძიებებს გააერთიანებს ლატვიის დღეები? დღეს ჩვენი მზარეულები წარმოადგენენ რიგის ყველაზე პრესტიჟულ რესტორნებს, ჩაატარებენ მასტერ-კლას რესტორანში ოტიუმი, ხვალ გაიმართება მოდის ჩვენება, ზეგ ჩამოდის ლატვიის პრეზიდენტი ანდრის ბერზინში. დიდი დელეგაციის ლატვიელი ბიზნესმენებისა და მეწარმეების თანხლებით, რომლებიც ლატვიის 50-მდე კომპანიას წარმოადგენენ. გაიმართება ბიზნეს ფორუმი, რომლის მსვლელობისას იმედია მოხდება ახალი პარტნიორების მოძიება და ვაჭრობის სფეროში დაიდება ახალი ხელშეკრულებები, რაც ბუნებრივია ხელშეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. ბიზნესი, კულტურა, ტურიზმი და განათლება. ამ დღეების ფარგლებში ფოკუსირება ძირითადად სწორედ ამ საკითხების ირგვლივ ხდება. მოდით განვიხილოთ თითოეული მათგანი და ლატვიის პოტენციალი. გვესაუბრეთ უპირატესობების შესახებ. რა გსურთ, რომ ვიცოდეთ ჩვენ ქართველებმა ლატვიის შესახებ? 27 ნოემბერს გაიმართება ლატვიისა და საქართველოს უმაღლეს სკოლათა მრგვალი მაგიდა, სადაც ერთობლივად განიხილება განათლების სფეროში ურთიერთხელსაყრელი პროექტების რეალიზაციის საკითხი. ანუ როგორ მოხდეს სტუდენტთა და პედაგოგთა გაცვლით პროგრამებში ჩართვა. ვიმსჯელებთ, როგორ შეიძლება დავეხმაროთ ქართველებს ამ კუთხით და პირიქით, ანუ გამოვყოთ განათლების სფეროს ის საკითხები, რომელიც მიმზიდველი იქნება როგორც ქართველი, ასევე ლატვიელი ახალგაზრდებისთვის. ცალკე აღნიშვნის ღირსია ტურიზმი. ჩვენ გსურს გავაცნოთ ქართველ მოსახლეობას ის ისტორიული ღირსშესანიშნაობები, რომლითაც მდიდარია ჩვენი ქვეყანა და რომლის მონახულებაც ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომია და ასევე მოხდეს ლატვიელი ტურისტების ჩამოსვლა საქართველოში. დღეს მაგალითად ჩვენს ინტერნეტ პორტალზე გამოქვეყნდა ინფორმაცია თქვენი სამთო სათხილამურო კურორტების შესახებ, რომელიც ჩვენთან დიდი პოპულარობით სარგებლობს და კიდევ უფრო დიდი ინტერესით გამოიწვია. ქალბატონი იადვიგა, რა მოლოდინი გაქვთ ლატვიის დღეებისგან? რა ცვლილებებს ვარაუდობთ პროექტის დასრულების შემდეგ? ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ლატვიის დღეების ეგიდის ფარგლებში სხვადასხვა სფეროში დაიდება ბევრი ხელსაყრელი ხელშეკრულება. ამავე დროს შესაძლებელია ქართველებს გაუჩნდეთ ლატვიური პროდუქციის დაგემოვნების სურვილი და მალე თქვენს დახლებზე გამოჩნდეს კიდეც ახალი ლატვიური წარმოების საქონელი. ასევე გეტყვით, რომ ველოდებით ქართულ პროდუქციასაც ლატვიაში, რა თქმა უნდა, ჩვენ ამის დიდი სურვილი გვაქვს. საერთოდ ჯამში ვფიქრობთ, რომ უკეთ უნდა გავიცნოთ ერთმანეთი, აღმოვაჩინოთ კულტურისა და ისტორიის აქამდე უცნობი დეტალები. როგორც უკვე გითხარით, ბევრი რამით ვგავართ და განსხვავდებით ერთმანეთისაგან და ვფიქრობ, სწორედ ამაშია ურთიერთობის მთელი ხიბლიც. აღმოაჩინე ლატვია.
აღმოაჩინა ლატვიის ფარგლებში დღეს რესტორან ოტიუმში მსოფლიოში ცნობილი ლატვიელი შეფმზარეულის რაიმონდ ზომერსისა და მისი ასისტენტის ედგარს ბალოდისის მასტერკლასი გაიმართება. დეტალები დღე ეთერშია დღევანდელი ღონისძიების ორგანიზატორი ნინა პერტენავა. გამარჯობა. ეხლა ვიმყოფ რესტორან ოტიუმში. აქ მიმდინარეობს მზადება მასტერკლასისთვის, რომელზეც ჩაატარეს ცნობილი შეფმზარეული ლატვიიდან. ეს არის რაიმონდ ზომერსი და წარადგენს შექმნილ რამოდენიმე კერძს, როგორც თვითონ თქვა, ის არის ასოციაციის წევრი ლატვიელი მზარეულების და ისინი თვითონ ქმნიან ახალ ლატვიურ სამზარეულოს. ეხლა მიდის ეს პროცესი მზადების, ცოტა ხანში დაიწყება მასტერკლასი, მოვლენ პრესის წარმომადგენლები, მოვლენ საელჩო დასტუმრები და დააგემოვნებენ მის მიერ მომზადებულ დაახლოებით 5 კერძს. მე შეგახსენებთ ლატვიური სამზარეულო ნამდვილ სამოთხეს წარმოადგენს გურმანებისთვის ის იძლევა საშუალებას და აგემოვნოთ როგორც ტრადიციული, ასევე თანამედროვე და უნიკალური კერძები. ლატვიური სამზარეულო საუკუნეების განმავლობაში განიცდიდა სხვადასხვა კულტურათა ნაციონალური სამზარეულოების გავლენას, რამაც პრინციპში გახადა განსხვავებული და ერთგვარად თვითმყოფადი. მასტერკლასს რაც შეეხება, ის დღეს ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართება, სადაც მზარეული რაიმონდ ზომერსი და მისი ასისტენტი ედგარს ბალოდისი თანამედროვე ჩრდილო ლატვიურ კერძებს მოამზადებენ სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოტანილი ეკოლოგიურად სუფთა ლატვიური პროდუქტებით. მასტერკლასზე ლატვიური კერძების დეგუსტაციაც გაიმართება, რაც შეეხება თავად მოკლე ინფორმაცია შეფმზარეულ რაიმონდ ზომერსის შესახებ, მოსწორად ახლა გაგაცნობთ მას ღია ეთერში. რაიმონდ ზომერსი არის ლატვიის ერთ-ერთი წამყვანი შეფმზარეული, რომელიც მრავალგზის გამარჯვებულია ისეთი პრესტიჟული კონკურსების, როგორიც არის ლატვიის წლის მზარეული, ბალტიისპირეთის კულინარიული ვარსკვლავის თასი, ლატვიის წლის კონდიტერი და სხვა. ის მასპინძლობდა ჩეხეთის, აზერბაიჯანის, მონაკოს, ესტონეთის, თურქეთის, პოლონეთისა და ჩინეთის ოფიციალურ დელეგაციებს ლატვიაში. ამჟამად ის რიგის რესტორან კალკუვარტის შეფმზარეულია. ლატვიის დღეები დღეს დაიწყო და გასტანს 10 დეკემბრამდე, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია სხვადასხვა ბიზნეს, საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიება, რომლის შესახებ დეტალურ ინფორმაციას რადიო იმედის პროექტიდან შეიტყობთ სახელწოდებით აღმოაჩინე ლატვია. აღმოაჩინე ლატვია. ამჯერად კი თქვენს ყურადღებას ლატვიის ტურისტულ შესაძლებლობებზე გავამახვილებ. ლატვია უნიკალური ატმოსფეროს მქონე ულამაზესი ქვეყანა გახლავთ, შესანიშნავი ბუნება, ბალტიის ზღვის ქვიშიანი პლაჟები, მდიდარი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა, სახელგანთქმული ქარვა, ათეულობით თანამედროვე კურორტი, უამრავი ძველი ციხესიმაგრე, ასობით ტბა და მინერალური წყარო ტურისტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იზიდავს. ლატვიაში ეკოლოგიური ბუნებრივი ტურიზმის, სანატორიუმული მკურნალობის, აქტიური და პლაჟის რელაქსაციური დასვენებისთვის ყველა პირობაა შექმნილი. ღირსშესანიშნაობათა უმეტესი ნაწილი კი რიგაში, კერძოდ კი ძველ ქალაქშია თავმოყრილი. შავთავიანთა სახლი, რიგის ყველაზე ცნობადი ნაგებობა, დომის საკათედრო ტაძარი თავისი სახელგანთქმული ორღანით, წმინდა პეტრეს ეკლესია, დენთის კოშკი. იუგენსტილის რაიონი დედაქალაქის იმ გამორჩეულ არქიტექტურულ ძეგლთა შორისაა, რომლებსაც ტურისტები უთუოდ მოინახულებენ. რიგის მახლობლად მდებარეობს ტურაიდის ციხესიმაგრე, სიგულში და რუნდალის სასახლე. ლატვიის დედაქალაქში შექმნილია ტურიზმის საქმეების პოლიცია, ტურისტებისთვის კი სპეციალური საინფორმაციო ტელეფონიც მოქმედებს. ქვეყნის ტურისტებს მრავალფეროვან ტურისტულ პროგრამას თავაზობენ. ლატვიის ქალაქში მოწყობილი ექსკურსიები უამრავ სასიამოვნო შთაბეჭდილებას დაგიტოვებთ და ქვეყნის საინტერესო ისტორიასაც გაგაცნობთ. ტური იურმალაში კი მხოლოდ ქათქათა პლაჟებზე ბალტიის თბილი მზის სხივებით ტკბობის, ულამაზეს კოხთა სახლებში ცხოვრებისა და სამკურნალო ჰაერის მოყვარულთათვის არ არის განკუთვნილი. ეს ადგილი თავისი ტრადიციული მუსიკალური და იუმორისტული ფესტივალებით გახლავთ ცნობილი. ლატვიაში აქტიური დასვენების 1000 გვარი საშუალებაა: წყლის სპორტი, ცხენით ჯირითი, სუფთა ჰაერზე გასეირნება, ჩოგბურთი, გოლფი, კარტინგი, თევზაობა, ველოსპორტი, დაივინგი, ზამთარში კი თხილამურებით, სრიალი და ბობსლეი. რიგაში გახლავთ უამრავი მუზეუმი თავმოყრილი, რომელთაგან გამორჩეულია დომის საკათედრო ტაძრის ახლოს მდებარე რიგისა და ზღვაოსნობის ისტორიის მუზეუმი, რომელიც შესანიშნავ წარმოდგენას შეგიქმნით ლატვიის ისტორიაზე, რაინდებისა და ინფორმაციის ხანაზე, ასევე დამოუკიდებლობის მოპოვების პერიოდზე. სტრადინის სახელობის მედიცინის ისტორიის მუზეუმი დაავადებების მკურნალობის ისტორიაში ერთგვარი მოგზაურობაა, რომელიც უძველესი დროიდან იწყება. ექსპონატების მრავალი
მრავალფეროვნებით, ნატურალური სიდიდის, მანეკენებისა და ინტერიერების რაოდენობით ის გასართობ პარკსაც მოგაგონებთ. ეთნოგრაფიული მუზეუმი ღიაცის ქვეშ კი ნამდვილი პარკია. რიგის განაპირას განთავსებულ მუზეუმში ლატვიის სხვადასხვა ისტორიული მხარისთვის დამახასიათებელი ნატურალური ზომის ნაგებობები გახლავთ თავმოყრილი, მათგან აღსანიშნავია გლეხური ქოხები, საწყობები, ეკლესიები თუ ძისქვილები. ეს ერთგვარი მინიატურული ლატვია გახლავთ, რომელიც დამთვალიერებს ერთდროულად ტბის ულამაზე სანაპიროზე გაშენებულ პარკში სეირნობის, ლატვიის ისტორიაში ჩაწვდომისა და ადგილზევე დამზადებული სუვენირების შეძენის საშუალებას აძლევს. შესანიშნავი ლატვიური სამზარეულო გულგრილს არ ავისტოვებს. ადგილობრივი რესტორნების თავისებურება იმაში გამოიხატება, რომ ისინი განსხვავებული შემოსავლის მქონე ადამიანებზეა მორგებული. ამიტომ ნებისმიერი მოგზაური, უცხოელი ბიზნესმენი იქნება ის თუ უბრალო ინჟინერი, თავისთვის შესაფერის ვარიანტს აუცილებლად იპოვის. ფასების ფართო დიაპაზონით და შემოთავაზებული სერვისით სასიამოვნოდ გაგაოცებთ ლატვიის სასტუმროებიც. სამოგზაურო ტურები ყველაზე მომთხოვნი ტურისტების სურვილების შესაბამისადაც კი იქმნება, რადგან ამიდუმალებით მოცულ კონტრასტებით სავსე ბალტიისპირა ქვეყანაში ამისთვის აბსოლუტურად ყველაფერია. ლატვიური ტურიზმის ახალი სახის წყალობით ლატვია წარმოგვიდგება ქვეყნად, რომელშიც ჩასვლისთანავე ტურისტი შეიცვლის ცხოვრების რიტმს და აუჩქარებელი, ნიუანსირებული დასვენებით დატკბება, მიიღებს ახალ გამოცდილებას, იპოვის ჰარმონიას და აღმოაჩენს ჭეშმარიტ ღირებულებებს. ტურიზმის ახალი სახის კონცეფციის შექმნისას გათვალისწინებულია ის ფაქტი, რომ ქვეყანა არ არის და ვერც ვერასოდეს გახდება მასობრივი ტურიზმის პროდუქტი. ლატვიის ტურისტული პროდუქტების განვითარებისთვის კი საჭიროა 5 მთავარ ფასეულობაზე: ხარისხზე, გრძელვადიანობაზე, ინდივიდუალურობაზე, მაღალ დამატებით ღირებულებაზე, ტურისტების მოზიდვასა და გამოცდილების მიღებაზე დაგრძნობა, რაც ლატვიის ტურიზმის განვითარების ხედვის საფუძველშივეა ჩადებული. ტურიზმი საქართველოსთვისაც და ლატვიისთვისაც პრიორიტეტული მიმართულებაა. საქართველოს ყოველწლიურად ლატვიის 7-8,000-მდე მოქალაქე სტუმრობს. საფუძვლიანია იმედი, რომ ეს მაჩვენებელი თანდათანობით გაიზრდება, რადგან საქართველოში ჩამოსვლის მსურველთათვის არ არსებობს ენობრივი ბარიერი და ხორციელდება პირდაპირი ავიამიმოსვლა. ფრენებს ლატვიური ავიაკომპანია Air Baltic ასრულებს. 1995 წელს დაფუძნებული კომპანია 99.8%-ით ლატვიის სახელმწიფოს მფლობელობაშია. Air Baltic ჰიბრიდული ავიაკომპანია გახლავთ, რომელიც ტრადიციული ქსელური ავიაკომპანიებისა და დაბალფასიანი გადამზიდავების საუკეთესო პრაქტიკას აერთიანებს. რიგასა და თბილისს შორის ფრენის საშუალო დრო 3 საათი და 30 წუთია. გარდა ამისა, ხშირად ეწყობა სემინარები ლატვიის ტურიზმის შესაძლებლობების შესახებ. სემინარებს ქართული ტურისტული კომპანიებისა და მასმედიის წარმომადგენლები ესწრებიან. ამგვარი ცოცხალი ინტერესის გათვალისწინებით შორს აღარ არის დრო, როცა ტურიზმის მიმართულება წამყვანი გახდება ლატვია-საქართველოს წარმატებული ეკონომიკური ურთიერთობების ფონზე. ისეთივე წარმატებულის, როგორც ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური კავშირია. აღსანიშნავია, რომ წელს ლატვიაში გამოიცა საფოსტო მარკა, რომელიც საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლის თავს მიეძღვნა. აღმოაჩინე ლატვია. საუბრის მიწურულს კი ერთგვარ გზამკვლევად გთავაზობთ ღონისძიებათა მოკლე ანონს. საქართველო-ლატვიის დღეებს სახელწოდებით აღმოაჩინე ლატვია 24 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე უმასპინძლებს ჩვენი დედაქალაქი. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ოფიციალური დელეგაციით ლატვიის პრეზიდენტი ანდრის ბერზინში და ლატვიელი მეწარმეების ჯგუფი ეწევა. ლატვიის დღეების გამართვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი კი ლატვია-საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება გახლავთ ისეთ დარგებში, როგორიც არის ბიზნეს, ეკონომიკური, ტურისტული თუ კულტურულ საგანმანათლებლო. აღმოაჩინე ლატვიის ფარგლებში კი დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები დღეს 24 ნოემბერს 17 საათზე. რესტორან ოტიუმში ლატვიელი შეფმზარეულების მასტერკლასი მიმდინარეობს. 25 ნოემბერს 21 საათსა და 30 წუთზე იოსებ გრიშაშვილის მუზეუმი ქარვასლა უმასპინძლებს ლატვიური მოდის ჩვენებას. 26 ნოემბერს ლატვიის პრეზიდენტის ანდრის ბერზინშის ოფიციალური პირებისა და ლატვიელი მეწარმეების ვიზიტია დაგეგმილი, ხოლო დილით 10-ის ნახევარზე საგამოფენო ცენტრი ექსპო ჯორჯია ლატვიურ ქართულ ბიზნეს ფორუმს უმასპინძლებს, რომლის ორგანიზატორიც საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო და ლატვიის ინვესტიციისა და განვითარების სააგენტო გახლავთ. ფორუმის ფარგლებში გაიმართება ლატვიის სამხატვრო აკადემიის რექტორის პროფესორ ალექსეი ნაუმოვსის ტილოების გამოფენა, ხოლო 27 ნოემბერს დილით 9-ის ნახევარზე თბილისი მერიეთში ლატვიურ-ქართული განათლებისა და მეცნიერების მრგვალი მაგიდაა დაგეგმილი. ამავე დღეს ლატვიის პრეზიდენტისა და მეწარმეების ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი შედგება ბათუმში.
ლატვიის დღეები აღმოაჩინა ლატვია, ლატვიის ინვესტიციისა და განვითარების სააგენტოს, ლატვიის რესპუბლიკის ელჩოსა და ევროპის რეგიონალური განვითარების ფონდის ეგიდით იმართება. ლატვია ულამაზესი ქვეყანა, უმშვენიერესი ბუნება, ბალტიის ზღვით გარემოცული ქვიშიანი სანაპირო, დიდარი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა, საქვეყნო ცნობილი ქარვა, უძველესი ციხე-კოშკები, უგემრიელესი სამზარეულო. დღეს ევროპა ლატვიის ერთ-ერთი სინონიმია, ხოლო 2014 წელს რიგა ევროპის კულტურულ დედაქალაქად დასახელდა. აღმოაჩინე ლატვია, ნინი ხუგაშვილთან ერთად.